ვაგრძელებთ ექსელის გაკვეთილებს, ამ გაკვეთილში განვიხილავთ ატოს შეჯამების ღილაკთან მუშაობას. თქვენი დავალება არის ამ მონაცემების თქვენს დოკუმენტში გადატანა. პირველ სტრიქონზე მონიშნეთ 8 უჯრა, გაერთიანეთ და შეიტანეთ სათაური. მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 სტრიქონებისთვის გაერთიანეთ 2 უჯრა და შეიტანეთ ეს მონაცემები. შემდეგ, როგორ შეგვიძლია დანომრას შევასრულოთ მარტივად. ამისათვის მოვნიშნოთ ის უჯრა, რომლიდანაც უნდა დაიწყოს დანომრა. ავკრიბოთ 1, ენტერი, 2, ენტერი. მოვნიშნოთ ორივე მონაცემი და შევსების სახელურით ჩამოვაყოლოთ დანარჩენი დანომრა. როგორც ხედავთ, მარჯვნივ გვიჩვენებს თუ რამდენი უჯრა დაინომრება. აუშვათ, როგორც ხედავთ, ავტომატურად განაგრძო დანომრა. იგივენაირად შეგვიძლია შევასრულოთ შემდეგი. გვერდი 1, გვერდი 2, ენტერი. მოვნიშნოთ და შევსების სახელურით ჩამოვაყოლოთ. აუცილებელია თავიდან 2 მონაცემის შეტანა, რადგან თუ შევიდანთ მხოლოდ ერთ მონაცემს და ჩამოვაყოლებთ, ავტომატურად არ გაგრძელდება. ასევე შეგვიძლია დღეების გაგრძელება, მაგალითად, ავკრიბოთ ორშაბათი. ენტერი, შემდეგ სამშაბათი, მოვნიშნოთ ორივე და შევსების სახელურით ჩამოვაყოლოთ. როგორც ხედავთ, ავტომატურად განაგრძო. იგივენაირად შეგვიძლია თვეებიც. ენტერი, მოვნიშნოთ ორივე მონაცემი და შევსების სახელურით ჩამოვაყოლოთ. წავშალოთ და გავაგრძელოთ მუშაობა. როგორ ხდება რამოდენიმე სტრიქონის ერთ ზომაზე გადიდება ან შემცირება? ამისათვის მოვნიშნა დავიწყოთ სტრიქონების ნომრებიდან, მაგალითად 19, 20. მოვნიშნოთ ეს 5 სტრიქონი და რომელიმე სტრიქონს შევუცვალოთ ზომა. ამ შემთხვევაში ავტომატურად ყველა ეს მონიშნული სტრიქონები მიიღებს იმ ზომას, რომელიც მიუთითეთ რომელიმე სტრიქონზე. შევამციროთ ისევ. შემცირდა სულ ყველა ერთი და იგივე ზომაზე. იგივე მოხდება სვეტებზეც. ამ შემთხვევაში მონიშნა დავიწყოთ სვეტების სათაურებიდან და რომელიმე სვეტი შევამციროთ. როგორც ხედავთ, ყველა სვეტამ მიიღო ერთი და იგივე ზომა. გამოვასწოროთ. გადაიტანეთ ეს მონაცემები თქვენს დოკუმენტში და შემდეგ გავაგრძელოთ მუშაობა. ვიანგარიშოთ სულ კურსდამთავრებულები. ამისათვის უნდა შეიკრიბოს 96 წელს არსებული ყველა მონაცემი. მოვნიშნოთ ეს უჯრა, ავკრიბოთ უდრის და შევკრიბოთ ყველა ეს მონაცემი. მოვნიშნეთ ბოლო უჯრა, დავაჭიროთ ენტერს. მივიღებთ 28828. მეტი მარტივად ამ ოპერაციის შესრულება შეგვიძლია ატოს შეჯამების ღილაკით. მოვნიშნოთ ჩვენი გამოანგარიშებული მონაცემი, წავშალოთ და მოვსინჯოთ ატოს შეჯამებით გამოანგარიშება. ამისათვის უნდა მოვინიშნოს ყველა 96 წელს არსებული მონაცემი, ანუ ნიშნავთ იმ უჯრებს, რომლის დაჯამებაც სურს. დავაწყაპოთ ატოს შეჯამების სიის ჩამომშლელ ღილაკზე და ავირჩიოთ დაჯამება. როგორც ხედავთ, მივიღეთ 28828. იმისათვის, რომ არ ვიანგარიშოთ სათითაოლოდ, შეგვიძლია მოვნიშნოთ ყველა ეს მონაცემი, დავაწყაპოთ ატოს შეჯამების სიის ჩამომშლელ ღილაკზე და ავირჩიოთ დაჯამება. როგორც ხედავთ, მივიღეთ ავტომატურად ყველა შედეგი. ვიანგარიშოთ საშუალო არითმეტიკული. ამისათვის სულ კურსდამთავრებულების რაოდენობა უნდა გაიყოს დარგების რაოდენობას. ანუ დარგი სულ არის 10.
28,828 უნდა გაიყოს 10. მოვნიშნოთ ეს უჯრა, ავკრიბოთ უდრის, მოვნიშნოთ ეს მონაცემი და გავყოთ 10-ზე. დავაჭიროთ Enter-ს. მივიღეთ 2883.8. წავშალოთ და როგორც შეგვიძლია ეს გამოანგარიშება შევასრულოთ მეტი მარტივად. მოვნიშნოთ ყველა ეს მონაცემი, დავაწყაბოთ ავტოშეჯამების სიის ჩამოსვლა ღილაკზე და ავირჩიოთ საშუალო. როგორც ხედავთ, მივიღეთ იგივე პასუხი. მოვნიშნოთ ყველა ეს მონაცემები და ავირჩიოთ საშუალო. ვიანგარიშოთ მინიმალური. მინიმალური შეგვიძლია ჩვენ თვითონ გამოვიტანოთ, ანუ ყველაზე მცირე რიცხვი 96 წლის მონაცემებიდან. ან შეგვიძლია მოვნიშნოთ ეს მონაცემები, დავაწყალოთ ავტოშეჯამების სიის ჩამოსვლილ ღილაკზე და ავირჩიოთ მინიმალური. ავტომატურად გამოგვიტანა მინიმალური რიცხვი. მოვნიშნოთ ერთდროულად სულ ყველა და გამოვიტანოთ ყველა მინიმალური რიცხვი. მაქსიმალური. იგივენაირად შეგვიძლია გამოვიტანოთ მაქსიმალური. ანუ ყველაზე დიდი რიცხვი ჩავწეროთ, ან მოვნიშნოთ და ავტოშეჯამების ღილაკიდან ავირჩიოთ მაქსიმალური. მივიღეთ 6745. მოვნიშნოთ დანარჩენი შედეგები და გამოვიტანოთ მაქსიმალური რიცხვი. ახლა შევაფერადოთ უჯრები, ჩავხაზოთ ცხრილი და შემდეგ ჩავსვათ ნახატი. მოვნიშნოთ სათაურის უჯრა, ჩავასხოთ სასურველი ფერი. სათაურს შევუცვალოთ ფერი. შემდეგ მოვნიშნოთ ეს მონაცემები, აქაც ჩავასხოთ სასურველი ფერი. შემდეგი მონაცემები მოვნიშნოთ და აქაც ვასხამთ სასურველ ფერს. ჩავხაზოთ ცხრილი. როგორც ხედავთ, ცხრილზე არის სხვა სტილის ზოლები და ფერიც აქვს შეცვლილი. მოვნიშნოთ ყველა უჯრა, რომელთანაც გვაქვს შეხება. დავაწყობთ კონტურების სიის ჩამოსვლა ღილაკზე და ხაზების ფერიდან შევარჩიოთ სასურველი ფერი ხაზებისთვის. შემდეგ ისევ დავაწყობთ კონტურების სიის ჩამოსვლა ღილაკზე და შევარჩიოთ ხაზების სტილი. ამის შემდეგ ავირჩიოთ ყველა ხაზი. შესაბამისად, ჩაგვისვა იმ სტილის და იმ ფერის ხაზები, რომელიც ავირჩიეთ ჩვენ. დავაწყობთ სადმე. ახლა შევცვალოთ ამ მონაცემებს ორიენტაცია. მოვნიშნოთ ეს მონაცემები, დავიწყოთ დარგებიდან და მოვნიშნოთ 2001 წლამდე. დავაწყობთ ორიენტაციის ღილაკზე და ამ ჩამონათვალში შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ორიენტაცია. მოვნიშნოთ დარგები, გავუკეთოთ ცენტრირება. ახლა ჩავსვათ ნახატი. ამისათვის გადავიდეთ Insert, ანუ ჩამატების ჩანაცემ. დავაწყობთ Picture, ანუ სურათები. გახსნილ ფანჯარაში, მარცხნივ ჩამონათვალში შევარჩიოთ ის სივრცე, სადაც გვაქვს შენახული სურათები. მე მაქვს შენახული სამუშაო მაგიდაზე, ამიტომ ავირჩევ Desktop-ს. მოვნიშნოთ სასურველი სურათი და დავაწყობთ Insert. ნახატზე ზომების შეცვლა შეგვიძლია მონიშნის სახელურებით. მაუსის მიმტკიველი მოათავსოთ მონიშნის სახელურზე ისე, რომ მიმტკიველმა მიიღოს ორმხრივი ისრის ფორმა. დავაჭიროთ მაუსის მარცხენა ღილაკს, არაუშვათ და წავიღოთ საპირისპირო კუთხის მიმართულებით მაუსის მიმტკიველი.
დავაყენოთ სასურველ ზომაზე, ავუშვოთ. ახლა გადავიტანოთ ნახატი. ამისათვის მაუსის მიმჩნეველი მოვათავსოთ ნახატზე, დავაჭიროთ, არ ავუშვოთ და მაუსის გადაადგილებით მოვათავსოთ სასურველ ადგილას. დავაპატარავოთ კიდევ. ამ შემთხვევაში მაუსის მიმჩნეველი მოვათავსოთ ამ სახელურზე. დავაჭიროთ და ავიტანოთ ზემოთ. ნახატის ფორმატირებისთვის არის ფორმატ ჩანართი, რომელიც მოჩანს ნახატთან მუშაობის დროს. თუ კი სადმე დავაწყაბებთ ფორმატ ჩანართის გაქრება. ნახატზე დაწყაბების შემთხვევაში ეს ჩანართი გამოჩნდება ისევ. ფორმატ ჩანართიდან შეგვიძლია ნახატისთვის შევარჩიოთ სხვადასხვა სტილები. დავაწყაბოთ სტილების სიის ჩამოშლება ღილაკზე და ამ ჩამონათვალში შეგვიძლია შევარჩიოთ სასურველი სტილი, როგორც ხედავთ, ნახატს შეეცვალა სტილი. ამით გაკვეთილი დასრულებულია, მომავალ შეხვედრამდე.